მოგესალმებით, ახლა გამომწერებო სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებამ დაიწყო დღეს საველე გამოცდები, რომელიც ტარდება პირველად 2026 წელს, ტარდება წეროვანში, იმ ადგილებში, სადაც მანამდე ვიდეოებს წერდი. დღეს იქნება გამოცდაზე გამოყვანილი 5 ძაღლი ერთ მინდორში, ანუ ორ ბრიგადად არის გაყოფილი ჯგუფი. 5 ძაღლი ერთ მინდორში გამოიცდება, 5 ძაღლი მეორე მინდორში გამოიცდება. გადავიღებ, ვეცდები დავაფიქსირო ძაღლების მუშაობები, როგორ ხდება საველე გამოცდების ჩატარება. დანარჩენს მოგაწვით, ნახოთ აბა როგორი გამოვა. ამისთან დაკავშირებით მოგაწვით ინფორმაციას თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ლეკმა რა ასაკიდან, რა მდგომარეობაში და როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა საველე გამოცდებში. დანარჩენს გადავიღებ და ნახოთ აბა როგორი გამოგვია. აი ხობჭო. ეკლებათ 30. თუმცა როგორ არის? თუ პირველი 5 წუთის განმავლობაში ძაღლი უარს იძახის მუშაობაზე, ფეხებთან დადის, არ გარბის, დაძვება რაღაცა, შეგიძლიათ მოხსნათ. თუ 10 წუთის განმავლობაში თქვენ არ ახსნით, თქვენ მოხსნით ეგრეთ ძაღლს. პირველი მუშაობა უნდა ქონდეს 15 წუთში. ერთი შეხვედრა. შეიძლება არ იყოს დადებით მუშაობა, მაგრამ შეხვედრა აუცილებლად. მაგის მერე ემატებათ ის დრო და ჯამში გამოგივათ ნახევარი საათი. დავამატებ კიდე ერთ. პირველი დაიცავ კენჭისყრით ხდება პირველი მეუღლის გასვლა. დიპლომიანი გავა ბოლოს, დანარჩენებში კენჭისყრა. და დავამატებ კიდე. ძაღლი როცა დადგება ნაბულზე, პატრონი რომ მივა ძაღლთან, ვიტანება და ძაღლს გაუშვებ, ძაღლის წინ არ გადახვიდეთ არცერთ. ანუ მაქსიმუმი ზღვარი არის ძაღლის ცხვირამდე პატრონის ნიშნა. შეგიძლიათ ნაბიჯის ერთი ნაბიჯი თუ ამოფრინდა, თუ ძაღლის წინ არ გადავიდეს არავინ. ანუ გინდა მე ძაღლის წინ გადახვიდეთ და წერი აფრინდეს, ანუ შეხვედრაში ჩაითვლება, მაგრამ მუშაობაში არ. ასე გიგო. ეხლა პარო, ძაღლის მიბიძგება გვაქვს. თუ არა მოდის ერთ წუთზე მეტი ძაღლი უნდა მოვხსნა. ვისაც გეჩქარებათ ბოლო გადავართ. აი და ის იმას გეჩქარავ. დიპლომიანი ფორმები. დიპლომიანი ხარ. Atgeze! გააჩერე! Atია! აი გავაჩერე. Atია! ლელა. ციტი იყო? ხო. ვიო წეგალ მოდიოდი სამი ცალი ამიფრინდა ფეხი და. აი თუ ვინა მინდორ შევიდეთ, მაგრამ არა, რა მნიშვნელობა? მინდორია რა, დაბუნული ხო არა? შენ არჩი მაგ აღარ შემოხვიდია. ვიდა? მოდი აქეთ. გავიგე, ხო, მაგრამ მინდორია და მოდი აქეთ, აი. მოდი. მოდი აქეთ. აი თუნდა იყო. ელა. Давай. და თუ ეცე, ну, ისმათა, ნიავია, შეხი.
საწყისში ვარ. ის რაფიოა, რაფი. ხო. უნდა გამოვიდე. ცოტა დააკლა, თორე 30 წამი თუ დგამერე ნაბულია უკვე. ვიცოდეთ. იტო ხო. ის ხო არა. Stop! Rear! What? Stop! Hey, go. Body! Again! ზუსტად დავიმახსოვრე, მაგრამ წინც აი დიდი მაღალი ბუჩქი როა იმის წინა ჯერ დავიდა. აკა ხოსა ტინ ცოტა მოწიე Rear! აი ქიდან გაატარე და უძა აი მანდres კი. კაცე იქიდან მოგვარო თუ რა ვქნა Achevedi! Stop! How! Stop! ჩააბი და წადი Давай! არა ისულა მესამე დრაფტარმა მესამე Stop! Body! Okay, body. არა ეგრე ვერ ჩება ადგილი თქმა არ თუქია მოიცი. გახლავთ 5 მაისი ვიმყოფებით
წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება ეროვნული სამონადირეო კინოლოგიის საველე გამოცდები. ჩაწერილი იყო სულ 6 ძაღლი ხევანდელ საველეზე, კონკრეტულად ამ ჯგუფში, უფრო მეტი იყო ჩაწერილი, მაგრამ გაიყო 2 ჯგუფად. ნაწილი ერთი ჯგუფი ქვევით მხარეს ცდის ძაღლებს, ჩვენ ეს მხარე ავირჩიეთ და აქით წამოვედით. 6 ძაღლი იყო ჩაწერილი, სამწუხაროდ ერთი არ მოვიდა და გამოიცადა 5 ძაღლი. ეხლა ზოგადად ვიტყვი, რომ ძალიან ისეთი შედეგი გვაქვს, მხოლოდ ერთი ძაღლი გვაქვს დიპლომიანი, ყავს დიპლომიანი, მაგრამ ეგ არაფერი ხდება. ჩვენ გეტყვით ჩვენსას და თქვენ გაითვალისწინეთ და შემდგომში უკვე უკეთესად გეყოლებათ მომზადებულები და მეტი იღბალიც საჭიროა ხოლმე ამ საქმეში. პირველი გამოდიოდა როკი. ეხლა რაც მაქვს ჩაწერილი, ჯობია ისე მივყვე. არჩილ კეპაშვილი. კი, ბატონო, სკნაო. კუცარი არჩილ კეპაშვილის როკი ხვადი 7 წუთზე შევედით მინდორში 5 წუთში ქონდა ჩვენ პირველი შეხვედრა თუმცა მე იყო დაფრთხობები მეტწილად და სადღაც მე-16 წუთზე იყო მუშაობა და გაკიდება და გაკიდებით კლასიფიცირდება ამ ძაღლის მუშაობა. მეორე გამოდიოდა ბატონი დავით ზანდუკელის კურცხაარი, ლინდა ძუ. აქაც ხშირი ქონდა, საკმაოდ ენერგიულადი არა, უნდა აღვნიშნო ორივე ძაღლმა. აი ეს ტემპი რაც თავიდან ქონდათ, არც დაუგდია, საკმაოდ კაი აზარტით და ტემპითი არის მთელი ეს გამოსვლა, მაგრამ ძალიან ხშირი დაფრთხობები ქონდა. და გამოტოვებაც ქონდა ამ შემთხვევაში ერთი ცალი სამწუხაროდ და ეს ამ ძაღლის მუშაობას დღეს კლასიფიცირდა როგორც ყნოსვის ვერ გამოვლენა. მესამე იყო ბატონი დიმიტრი ხარატიშვილის ახალგაზრდა პოინტერი გუფი. ამ ძაღლს არ გაუმართლა დღეს რა. იმ ძირითად დროში, სადაც ერთი შეხვედრა მაინც უნდა ყოფილიყო, არ იყო შეხვედრა და ძაღლი დარჩა უფრინველად. მეოთხე ბრძანდებოდა ბატონი შაკა ჯოჯუა თავისი პენსიონერით, ესე რომ ვთქვათ, რივერით, პოინტერით. გაკიდება, იმუშავა დადგანაბულზე, ამოიყვანა და ლამაზად გაეკიდა. არ ეკიდებაო, ესე კი გითხრა თავიდან ბატონი. იცოდე რომ თოფით არ იყო და იქნება. ალბათ, ხო. და ბოლო გამოდიოდა ბატონი გელა გილაშვილის კურცხაარი მუცი. ესეც უკვე მეორე საველია ამ ძაღლისთვის. მეახლოვებით, რაც პირველ საველეზე გააკეთა, აქაც იგივე სურათი გქონდა, არა, ძალიან ნელი ტემპით, პირდაპირ ვიტყვი, ცოტა გაირბენდა, გადადიოდა სიარულზე, მე უფრო ისიც არ იყო, მაგრამ შეხვდა ფრინველი, დადგა ნაბულზე. ბრძანების შემდეგ გააკეთა პატარა მიტანება. ფრინველი ამოვიდა, არ გაკიდებია. არც თქმა არ დასჭირვებია, ისე დარჩა ძაღლი ადგილზე. ორი ფრინველი იყო, ერთი ცოტა უფრო აქეთ ამ მხარეს წამოვიდა და შორჩაძდა და იქვე ახლოს გადამჯდა ფრინველზე. მეორე მუშაობა მალევე ქონდა და ამუშავა, იქაც ამოიყვანა და არც იქ გაკიდებია. პირველ მუშაობაზე იყო მანძილი, იმისთვის რომ დაწერილი იყო დიპლომი და 71 ქულით მესამე ხარისხის დიპლომი მიიღო, მიულოცოთ. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ერთს დავამატებ მეც, რაც შეეხება პირველ ძაღლს, საკმაოდ აზარტული ძაღლი არის. უბრალოდ თვითონ ძალიან ყურადღება ყოველთვის გაითვალისწინეთ ხოლმე, რომ აქ სანერვიულო არაფერი არ არის რა. აქ არის ჩვეულებრივი ისეთი მოვლენა, როგორც დავდივართ სანადიროდ, როცა პატრონი ნერვიულობს, ხო, ამას ძაღლი გრძნობს და ის პატრონის, ასე ვთქვათ, ნერვიულობა და უარყოფითი ენერგია ძაღლზე აისახება რა. საკმაოდ ენერგიული ძაღლია, მალევე იპოვა ფრინველი, მუშაობაც ჰქონდა, მაგრამ მე დაფრთხობა ჰქონდა და მე როცა კარგი მუშაობა იყო, მე გამოეკიდა. ეს ეხლა თვითონ პატრონსაც რა, ასე ვთქვათ, თვითონ პატრონსაც არ ჰქონდა, საველეზე გამოცდილება არ იცოდა, როგორ რა უნდა გაეკეთებინა.
ანუ გამოცდილებას იძენ გამოსვლასთან ერთად რა და შემდეგისთვის აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენივე დაშვებულ შეცდომაზე რომ გამოასწორეთ მაგას ხო უფრო ადვილი არის ამის გამოსწორება ვიდრე სხვა რომ იგიც პოტენციალი აქვს ამ ძაღლის აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლია რომ დიპლომზე იმუშაოს ამ ძაღლს ყველა ძაღლშეო დღეს რა თქმა უნდა ყველა შეუძლია მეორე ძაღლი ძალიან მაგარი ენერგეტიკის ძაღლია ენერგიული ძუარი უბრალოდ პირდაპირ ვთქვათ ეს ძაღლი არის დასაყენებელი ძაღლი ანუ რაც უნდა იყოს ძაღლის დაყენება რომ იაროს პარალელებზე თუმცა ენერგეტიკა აქვს ძალიან კარგი რა ეგ არის მთავარი ძაღლი როცა ბოდიში და ფეხსაცმელებს ხდის და უკან დაგდებს ეგ არის ცუდი თორე ენერგეტიკა როცა აქვს ძაღლს დაყენება ყოველთვის ადვილი არის ну რაც შეიძლება გუფიზე საკმაოდ ენერგიული ძაღლი არის უბრალოდ არ გაუმართლა ფრინველი არ შეხვდა შაკას ძაღლი მაგარ 5 თუ 6 წლისა არის ეს ძაღლი აქამდე იძახდა რომ სხვა პრობლემა ჰქონდა მაგრამ დღეს კიდე უფრო სხვა ვნახეთ რასაც იძახდა ის პრობლემა არ აქვს ყოველობს ძაღლი დგება ნაბულზე მაგრამ გამოეკიდა სამწუხაროდ თუმცა პატრონი იძახდა არ მისდევს მაგრამ პირველ წუთსევე ჰქონდა მუშაობა პირველ წუთსევე გაეკიდა მაგრამ პირველ წუთზე როგორც იცით ძაღლი არ იხსნება მაგრამ მეორე შეხვედრაზეც იგივე გააკეთა დაამუშავა დადგას მაგრამ გამოეკიდა სამწუხაროდ და ჩეხება ბატონი გელას ძაღლს რა ეს ძაღლი შარშანაც მედალევანი გამოვცადეთ წელსაც ჩვენთან მოუწია შარშანდელთან შედარებით უკეთესი იყო წელს თუმცა უფრო სასურველია რომ უფრო მეტი ენერგეტიკით ასე ვთქვათ ირბინოს ძაღლმა და თორე მპოვნელი არის ანუ მაგის პრობლემა არ აქვს ყოველოს დგება და რაც ყველა ეს სასიამოვნო არის ანუ ეცი რო უთხრა და ამოიყვანა ფრინველი ბრძანება არ დაჭიროებია პირდაპირ თავისით ჩერდება ადგილზე იცის რაც უნდა გააკეთოს მითვალისწინებს აი ჭკვიანი ძაღლი და გილოცავთ წარმატებებს გისურვებთ ჯერ პირველი საველი არის და გისურვებთ წარმატებებს ვისაც ასე ვთქვათ დღეს არ გაუმართლა ერთ კვირაში შეგიძლიათ ისე ვისე ახლიდან გამოვბრძანდეს საველეზე ჩვენ თავად არ დაგზარდებით სხვა ძაღლებიც არიან და ისინიც უნდა გამოვცადო და თქვენ დრო გაქვთ ეს რეკომენდაციები გაითვალისწინოთ საველი სანამ ბუდეზე არ დაჯდება მანამდე გვივლით კი ბატონო კარგი იყო ბატონო კარგი იყო აი ხარ მადლობები თანხავისთან გადავიხადეთ ჩემთან კარგი ერთმანეთთან შეხვედრა და ხშირად შეხვდებით ხოლმე რა სასიამოვნო რიგში მეორე ვიყავ მაგრამ პირველი გამოვთი აი ხარ მოგესალმებით არხის გამომწერებო ეს არის 5 მაისი ჩამოვედი ისე წეროვანში მე და ნინა ცოტას ვივარჯიშებ შატარდა დღეს აქ საველე გამოცდა დიპლომები დაიწერა კი არის ფრინველი ნავთხარი მაგრამ ვეცდები ჩვენც ცოტა მაინც ჩამოსული ვიყავი გადასაღებად ცოტას ნინას გავასეირნებ და ნახოთ აბა რა გამოგვივა ჩვენ თუ ნახავთ ფილმს რა წეგან საველე გამოცდა ვახსენე რომელიც ჩატარდა აქ დილით და მინდა მაყურებელს აუხსნა თუ როგორ შეგვილია საველე გამოცდაზე ლეკვი ძაღლი გამოვიყვანო რა არის ამისთვის აუცილებელი რა პირობები გჭირდება ვისაც აინტერესებს და გააქვთ სურვილი რომ გამოიყვანოთ საველე გამოცდაზე ლეკვი ძაღლი ამ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ რა ეს არის პირველი ლეკვი უნდა იყოს დარეგისტრირებული სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლის ნადირობით მოყოლებთა საზოგადოების კლუბში შეიძლება ლეკვს კონდეს ლეკვის წარმოსვლის საბუთი და 6 თვის შემდეგ აღებული არ ქონდეთ პასპორტი მაგრამ ამ საბუთით ლეკვების საბუთით შეგიძლიათ საველე გამოცდაზე გამოყვანა ძაღლის პასპორტ შემდეგ აიღებს მეორე მოთხოვნა არის რომ ლეკვი უნდა იყოს არანაკლებ 9 თვისაც 9 თვიდან და ზევით ხდება ლეკვების გამოცდა მესამე უნდა იყოს ლეკვი მომზადებული უნდა აკეთებდეს ნაბულს
უნდა დაამუშავოს ფრინველი გადამჯდარზე. მეორე ფრინველიც უნდა დაამუშავოს და არ უნდა გამოეკიდოს. საველე გამოცდებისთვის უნდა ჩაეწეროთ დარეკოდ კლუბში ან სექციის თავმჯდომარესთან და გამოხატოთ თქვენი სურვილო. თქვენი ლეკვი და ძაღლი მზად არის საველე გამოცდისთვის. აგროვდება არანაკლებ 5-6 მონაწილისა. შეირჩევა ადგილი და დღე და ჩატარდება საველე გამოცდა. და შეეხება ადგილის შერჩევას. ადგილს ირჩევთ თქვენ, ვინც ხართ სურვილები, ძაღლის გამოყვანის კლუბი არ არჩევს ადგილს და იმ ადგილზე არ ჩატარდება. თვითონ მოთხოვნის დამიხედვით, სადაც არის ინფორმაცია, რომ ფრინველი არის, იმ ადგილზე ჩატარდება რა. ბოლო ვიდეოებით, ბოლო ინფორმაციით ხალხი დადიოდა და იცოდით რა წერვაში ფრინველი იყო და დაინიშნა საველე გამოცდა რა. არა, წავიდან, მიდი. უნდა ატაროთ მინდორში, ძაღლები მოიყვანოთ ფორმაში, იმიტომ რომ დღეს იყვნენ გამოცდილი ძაღლებიც, გამოსულები გამოცდაზე 5, 6, 2, 3 წლის, მაგრამ უფრინველოდ დარჩენს, ფრინველი ვერ იპოვეს. ახალბედა ძაღლებიც იყვნენ, მათმაც ვერ ნახეს, მაგრამ ჭირდება რა მინდორში ტარდება, დახვეწა, მიჩვევა პირობების ფრინველთან მისვლა და გამოგადგება. კუდი, ნინა. აბულია ვითო, მიდი. მანძილი მოკლებ. წინ. მოდი. წინ. Stop! Ой. Дიაგ. Там. ხალხა, მოდი. Там, არა, დაანებით. ფუ, დამოდი. ხალხა სავსე არის რა, ძელს ძალიან ბევრი. ხალხა ყველა სვდება თითქოს ყველა გამოსვლაზე რა. ასე რომ ატარეთ ძაღლები, მოამზადეთ, დახვეწით მათი სტილები, გაუხსენით ცხვირი გონება, ცოტა კი დაგვიცხა, კაი. დააჭირა მზე, მაგრამ დავჭი ვარჯიშს ჩაგვეთვლება რა. დი გაერკვი. არა, თავისევით. წამ. დავიდან. აქედან გვაქვს ცოტა ნიავი ახლა. შედარებით კეთეს პირობა. ოდნავ იძვის ნიავი, ოდნავ და კეთესია რა ვნახოთ აბა. აქედან შევხედებთ რამეს. თავიდან. აქვე ნახევიდან უნდა გავიდეთ ცუდი სასიარულო. მოდი აქ. მოიცი აქ. დაგვიფრთხა. ფუ, დაანებით. აბა ვნახოთ, აქ კარგი ნიავიცა გვაქვს. სივრცეც კარგია. გოგო. მოდი აქეთ. წავიდამ. ჩვენთვის სულ ეს იყო. ვიარეთ მედანია 35 წუთი. მხოლოდ ერთი ღალღა შევიხვედრეთ. ერთი მწყერი ვერ დაამუშავა. გამოტოვება ქონდა, მაგრამ არა უშავს. ავი დიდი ხანი იყო მანქანაში, 1-2 საათი მოუწია
მანქანაში ლოდინი სანამ გამოცდას ვიღებდი. რადგან მარჯიშისთვის მაინც ღირდა რა. თხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ჩემი ვიდეოები. დიდი მადლობა.